სენაკის რადიო. ჩემი დილა ჩვეულებრივი რუტინით იწყება. ფინჯანი ყავა, სუფთა ჰაერი, საინტერესო გზა სახლიდან სამსახურამდე, უამრავი ნაცნობი, თბილი მისალმება და მოკითხვა. სამსახური ახალი ამბებით, სიაღლეების გაცნობით იწყება. ჩემ ყურადღებას ერთ-ერთ ჯგუფში განთავსებული სტატუსი იქცევს. წერილი ანონიმურია. ვზივარ ახლა და ვფიქრობ, რა ვქნათ დედებმა, რომლებსაც ერთი ან მეტი შვილი გვყავს. ჩვენ არსებობა არ გვინდა? ახლობელს ვთხოვე, იქნებ სამსახური დამაწყებინო სადმე, იქნებ რამეში გამომიყენო მეთქი. პატარები გყავს და ვერ იმუშავებ, ვერ მოახერხებ და ერთმანეთს ვაწყენინებთო. ამ ქვეყანაში ხელფეხი გვაქვს დედებს შეგრული. შვილები გააჩინეო, ვის იმედად გავაჩინო, მარტო ჩემი ქმრის ხელფასზე ვართ. ქალური სოლიდარობის თუ პრობლემის აქტუალობის ან მისი სიმწვავის გამო ამ თემაზე მეფიქრება. მარიამი 27 წლისაა. 3 მცირეწლოვანი შვილი ყავს და მეუღლესთან ერთად თბილისში ცხოვრობს. ოჯახი 23 წლის ამ შექმნა. წარმატებული კარიერაც ჰქონდა, თუმცა მუშაობა და შვილების აღზრდა მისთვის ერთდროულად შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩემი უფროსი გოგონა 1 წლის იყო, როდესაც საფრანგეთში სამსახური გამომიჩნდა. ერთ-ერთ კლინიკაში ტექნიკურ მუშაკად მუშაობდი და ამ კლინიკაში ბაგაბაღში დამყავდა ჩემი გოგონა, იმისთვის რომ მშვიდ სანდოგვარემოში ყოფილიყო, მეც მშვიდად მემუშავა, არ მენერვიულა. დღევანდელ რეალობაში მოგეხსენებათ, რომ ძალიან რთულია ისეთი დედების დასაქმება, რომლებსაც თუნდაც ერთი ან ერთზე მეტი შვილი ყავთ. ამავდროულად ძალიან რთულია ფეხმძიმე ორსული ქალების დასაქმება. მე ეს ყველაფერი ჩემს თავზე გამოვცადე და მივხვდი თუ რა პრობლემის წინაშე ვდგევართ რეალურად. რამდენ გასაუბრებაზეც არ უნდა მივსულიყავი, როგორც კი გამომკითხავდნენ და გაიგებდნენ იმას, რომ მე შვილები მყავს, ეგრევე მისტუმრებდნენ ძალიან ესეთნაირად კოხტად და ძალიან კულტურულად, რა თქმა უნდა, ამას რა თქმა უნდა პირდაპირი ფორმა არ ქონდა უარის, მაგრამ ირიბი მნიშვნელობით მახვედრებდნენ იმას, რომ მე მიუღებელი ვიყავი ამ საქმიანობისთვის და ჩემი, ესე ვთქვათ, ადგილი არ იყო იქ. ეს ძალიან ცუდია, რა თქმა უნდა. ვერ ვიტყვი, რომ მე როგორც დედას სახელმწიფო არ მიცავს ან თუნდაც ჩემს უფლებებს არ იცავს, მაგრამ რეალურად ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგევართ. ძალიან დიდი დახმარება სჭირდებათ დედებს, რომლებიც არიან მრავალშვილიანები, არ ყავთ გორჩი მდგომი არავინ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რამდენი წევრიც არ უნდა იყოს ოჯახში და რამდენიც არ უნდა იმუშაოს, საკმარისი მაინც არ არის. ამიტომაც ვთვლი, რომ რაღაც უნდა გამოსწორდეს ყოველი შემთხვევისთვის. ვფიქრობ, რომ ყველა დედას, ყველა ქალს უნდა მიეცეს შანსი და უფლება იმისა, რომ განმკვიდრონ საკუთარი თავი, იმის და მიუხედავად, რომ მათ ყავთ შვილები. პირიქით, ეს მდგომარეობა ძალიან სასიამოვნოა, ძალიან კარგია და ეს უნდა იყოს მაგალითი თითოეული ადამიანისთვის, რომ ესე ვთქვათ, ეს არ არის პრობლემა და პრობლემას არ წარმოადგენს შვილიანი ქალის, ესე ვთქვათ, დასაქმება. შორენა მარტვილიდანაა. დევნილი მეუღლე და 2 შვილი ყავს. შორენას, როგორც წარმატებული ქალის ისტორია, სენაკის სათემო განათლების ცენტრს უკავშირდება. დაახლოებით 2010 წელს მოვიდნენ დევნილთა დასახლებაში სენაკის დევნილთა კომიტეტიდან და აგვარჩიეს 15 აქტიური წევრები შემდგომი ტრენინგებისთვის. ძალიან გამიხარდა ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ვარ ძალიან აქტიური ცხოვრებით მინდოდა მეცხოვრა და ეგრევე დავთანხმდი. აქედან იწყება ჩემთვის ძალიან საინტერესო ისტორიაც და ცხოვრებაც. მეუღლე არის დევნილი, ვეტერანი, მეორე ჯგუფის ინვალიდი.
სხვათა შორის ოჯახის შევქმნით სიყვარულით, დღიდან გაცნობისა, შეუღლებისა დღემდე მოვყვებით აი ესე ურთიერთშეთანხმებით, აი ასე მოვხდი ძალიან აქტიურ შემდგომაც გავაგრძელე აქტიური ცხოვრება სათემო ცენტრთან ერთად. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ სენაკის სათემო განათლების ცენტრთან ერთად დავიბადე, იმიტომ რომ იმდენი უნარები შევიძინე და იმდენი საჭირო ჩემი ცხოვრებისთვის, ჩემი ოჯახისთვის საჭირო ინფორმაცია მივიღე, რომ რა თქმა უნდა მეუღლეც სიხარულით შეხვდა და პირიქით ხელს მიწყობდა ყველანაირად. თვითონ სხვათა შორის მეუღლემაც გაიარა რამოდენიმე ტრენინგი. მყავს ორი ბავშვი, მაშინ იყვნენ ძალიან პატარა კლასში, მე-6 და პირველ კლასში, მე მგონი, რომ დავიწყეთ აი ესეთი ცხოვრება. სხვათა შორის ბავშვების შემდგომი განათლებაც განაპირობა ცენტრთან ურთიერთობა. ეხლა რო ვიხსენებ ამ გადასახედიდან, საერთოდ არც მახსოვს რაიმე გართულება, რაიმე დაბრკოლება ყოფილიყო, იმიტომ რომ როცა საჭირო იყო, ყოველთვის ვიყავი და ყოველთვის სიხარულით მივირბოდი ცენტრში. გარდა ტრენინგებისა, მაშინ პერიოდებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსებიც, ძალიან სერიოზული საგრანტო კონკურსებიც და რატომაც არა მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიგვიღო მონაწილეობა ამ საგრანტო კონკურსში. ძალიან დიდ გრანტზე, ანუ ჩვენთვის ძალიან დიდ გრანტზე იყო ლაპარაკი სოფლის მეურნეობის მხრივ და ჩემმა მეუღლემ დაწერა პროექტი. ამ პროექტის განხორციელებაშიც ყველაფერში აბსოლუტურად მივიღეთ ორივემ ერთად მონაწილეობა და გავიმარჯვეთ. შეიძლება თურმე ბრძოლა, შეიძლება თურმე რომ რაღაც მწვერვალები დაიპყრო, როდესაც ამის სურვილი გაქვს. ამიტომ მართლა რაღაც სასწაული ძალა მომეცა იმისა, რომ მე შემიძლია მთები გადავდგა, იმიტომ რომ გულწრფელად მაქვს სურვილი ეს გავაკეთო. ძალასაც პოულობ შენს თავში, რომ ყველაფერი ეს გააკეთო. რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის, ჩემი პირველ რიგში, ჩემი მეუღლის სანადგომით. 2013 წლიდან დღემდე ვარ ლიბერტი ბანკის მოლარე ოპერატორი და დღემდე ვაკეთებ იმ საქმიანობას, რომელიც ძალიან მიყვარს. აი ყოველთვის მინდოდა, რომ ბანკში როდესაც შევდიოდი, სასწაული აი ესეთი ძალიან ისეთი ცივი მიდგომა იყო და აი ყოველთვის მქონდა იმის ნატურა, რომ ხომ შეიძლება რომ აი ერთ მშვენიერ დღეს ვიყო ელემენტარული მოლარე ოპერატორი და ხალხს თბილად მოვემსახურო და აი ეს ნატურაც ამიხდა. ამ ცენტრში მუშაობის ერთი დიდი პლუსი ჩემთვის იყო ის, რომ გვერდით არის სკოლა, ჩემი შვილები იქ სწავლობდნენ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემ შვილებთან ვიყავი უფრო ახლოს. ნელ-ნელა იმდენად მოვახერხე რეალიზება და ერთი ჩვეულებრივი უმწეო ადამიანიდან მართლა ძლიერ რეალიზებულ და შემდგარ ადამიანად ვიქეცი და აი ეს მე ძალიან მაბედნიერებს და ცხოვრების ხარისხიც ბევრად შეიცვალა. ანუ ჩემი მეუღლეც აი ერთი წუთით როგორც მე არ ვთვლი რომ არ იყო ჩემთვის ინვალიდი, აი ისე არ თვლის ჩემი მეუღლეს დღეს რომ ის არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ყავს ჩვეულებრივი ოჯახი და გვერდში უდგას ოჯახს და ყველანაირად შეუძლია რომ დაუდგეს გვერდში და გააძლიეროს. და ყველას ვუსურვებ რომ აი ეს მუხტი არასოდეს არ უნდა ჩაკლან თავიანთ თავში. თამთა და მისი ქალიშვილი, პატარა ელისი, ტრენინგზე გავიცანი. ჩოხატაურელი თამთა, აქტიური ქალი და მზრუნველი დედაა. 3 თვის იყო პირველად რო წავიყვანე ტრენინგზე და ჩემი ორგანიზაციის დამსახურება ეგ სადაც მუშაობდი პირველად გურიის სამოქალაქო ცენტრში. იგეგმებოდა ორგანიზაციული ტრენინგი საინმეში გასვლითი და იქ უნდა ყოფილიყავით ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი. და მაშინ მითხრა წევრებმა, ჩემო თანამშრომლებმა, რომ აი თამთა თუ წამოხვალ. და მე უცებ თქვი, რომ აი ბავშვთან ერთად როგორ. და მათი პასუხი იყო ესეთი, რომ რატომაც არა თუ შენ ხელს არ შეგიშლის ეს და თავს გაართმევ, შეგიძლია რომ დაესწროთ, ან მოისმინო და თან ბავშვი ჩვენთან ერთად იყოს, ჩვენ საგეხმარებით. ძალიან გამიხარდა
თან ალბათ ისიც მიწყობდა ხელს, რომ ელისი ძალიან წყნარი ბავშვი იყო და მშვიდი და დავთანხმდი და არ ვნანობ დღემდე. ისე კარგად ჩაიარა ყველაფერმა, მეც ტრენინგიდან ძალიან დიდი ინფორმაცია წამოვიღე და ძალიან პროდუქტიული იყო ეს ჩემთვის და ამის მერე ელისი ყოველთვის ჩემთან ერთადაა ხოლმე, როცა ტრენინგებზე მივდივარ. ამ ტრენინგებზე როცა მომიწვიეს, სასწავლო ტრენინგებზე, ელისი უკვე დიდია, შესაძლებელია მისი დატოვება, თუმცა ჯერ კიდევ ლაქტაციაზე მყავს. და აქედან გამომდინარე, დაუკავშირდი ჩემი ორგანიზაციის დირექტორს, დავთხოვე, რომ მეთქი თუ იქნება შესაძლებელი, რომ აი თუ ითვალისწინებს ამ ორგანიზაციის პოლიტიკა იმას, რომ ბავშვი წავიყვანო, რადგან ლაქტაციაზე მყავს და არ მინდა ესე უცებ რომ დავშორდეთქო. და მან მითხრა, რომ აი იცით ჩვენ დონორს დაველაპარაკებით და ამის შემდეგ გაცნობებთ რას გვეტყვიან. და მაშინ დამირეკა ცოტა ხანში ჟანამ. მითხრა, რომ იცით რა, ჩვენც ქალები ვართ, გვესმის შენი და წამოიყვანე შენ თუ ეს დისკომფორტს არ შეგიქმნის და ხელს არ შეგიშლის ტრენინგის აღქმაში და მოსმენაში. და რა თქმა უნდა წამოვიყვანე. მე მგონი არავისთვის პრობლემა არ შეუქმნია. თავისთვის თამაშობს, წყნარად დარბის და მეც არ მიშლის ხელს იმაში, რომ მივიღო ახალი ინფორმაცია. შემდეგ ბევრჯერ მე დავკვირვები ვარ, რომ აი ევროპარლამენტში იყვნენ ხალები, რომლებსაც ლაქტაციაზე ყავდათ ბავშვები და ვერ ტოვებდნენ სახლში. იჯდნენ სხდომაზე, თან ბავშვს თუ საწოვებდნენ და თან აქტიურად მონაწილეობდნენ საპარლამენტო პროცესში. და ძალიან დიდი мотиваცია იყო ჩემთვისაც პირადად. შეიძლება ამანაც მაიძულა ის, რომ ბავშვისთვის მომეკიდა ხელი და წამოვსულიყავი, რომ აი იქ იმხელა საქმეს როცა აკეთებენ. და ეს იქ არის შესაძლებელი, რატომ ჩვენთან არა? და რატომ ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ეს? აუცილებელია, რომ ჩვენი პროფესიული წინსვლა არ შევაჩეროთ, თუ შეგვიძლია ყოველთვის ბავშვებს მოვკიდოთ ხელი და ერთად ვიბრძოლოთ წარმატებისთვის. აი ცით რა მინდა უთხრა ყველა ქალს და მიმართო, რომ ბავშვების გამო არ არის საჭირო, რომ გაწერონ თავისი კარიერა. თუ ეს შესაძლებელია, ბავშვმა შეიძლება იტიროს. არა უშავს ამაში არაფერი არა აბსოლუტურად ცუდი. მე რა გახვალ 10 წუთი, 15 წუთი გარეთ და ამშვიდებ შემოხვალ. აი ვიღაცა დაგეხმარება, ხელს მოგიკიდებს. ამის გამო არ უნდა გაწერონ თავისი ცხოვრება და თავისი პროფესია. გვერდზე არ უნდა გადადონ, თუ ეს შესაძლებელია და მათ ყავთ გვერდზე ისეთი ადამიანები, ვინც ამაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს, აუცილებლად უნდა მოკიდონ თავის შვილებს ხელი და წინ იარონ მიზნისკენ. იმიტომ რომ შესაძლებელია დღეს უკვე დღევანდელ პირობებში 21 საუკუნეში ბავშვთან ერთად კარიერაზე იზრუნო. DVV International-ის პროექტის მენეჯერი ჟანა სირბილაძე აცხადებს, რომ დედების მხარდაჭერა ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტია. DVV International საქართველოში 2002 წლიდან მოღვაწეობს. ამ დროის განმავლობაში უკვე 15 ცენტრი აქვს გახსნილი, სათემო ცენტრი, დასრულთა განათლების ცენტრი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი იდეა არის ის, რომ ზრდასრულებს შეუწყოთ ხელი პროფესიულ და კარიერულ განათლებაში, რომ მათ ან შეიცვალონ პროფესია, ან დაეუფლონ ახალ პროფესიას და იდეა არის ის, რომ მათ მომავალში შეძლონ ახალი სამსახურის დაწყება. იქიდან გამომდინარე, რომ მე თვითონაც ვარ დედა, ჩემთვის ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და საკმაოდ სენსიტიური. მე მქონდა ფუფუნება, რომ ყოლოდა დამხმარე და არ შემეზღუდა, ასე ვთქვათ, არ შემეწყვიტა ჩემი პიროვნული და პროფესიული განვითარება, თუმცა ვიცი, რომ ეს არის აბსოლუტური ფუფუნება, აბსოლუტური უმრავლესობისთვის ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, როდესაც დადგა საკითხი, რომ გავიგეთ, რომ ერთ-ერთ მონაწილეს ყავდა შვილი, მცირეწლოვანი, რომლის დატოვება შეუძლებელი იყო, ერთდროულად ეს ორგანიზაციაში დანერგილი პრაქტიკა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავხმარებოდა შეგვეწყო ხელი, იმიტომ რომ ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ადამიანმა, დედამ, რომელიც იღწვის რაღაცა განვითარებისთვის, არჩევანი გააკეთოს შვილის აღზრდასა და პიროვნულ განვითარებას შორის. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. DVV International არა მარტო საქართველოში, დანარჩენ ქვეყნებს სადაც მოღვაწეობს, ამ პრინციპით მუშაობს, რომ უნდა შეუწყოთ ხელი მათ, ვისაც ჭირდება ხელშეწყობა და არ უნდა დასჭირდეთ დედებს, მამებს, არ ვიცი, ვისაც მცირეწლოვანი ყავს და მის აღზრდაში
საკითხში არის ჩართული არჩევანის გაკეთება, განვითარებას და შვილის აღზრდას შორის. კარგი იქნებოდა თუ ესტუმრებიან საქართველოში მცხოვრები დედები, რომლებსაც სურთ პროფესიული განვითარება, DVV International-ს და აღმოაჩენენ მათთან ყველაზე ახლოს მდებარე სათემო ცენტრს, დასრულთა განათლების ცენტრს. თუ ვიღაცა არის მაგალითად ქუთაისიდან, შეუძლიათ ცენტრი მიაკითხონ ხონის ცენტრს, ამ შემთხვევაში რომელიც ყველაზე ახლოს არის. ხონის ცენტრში არის აბსოლუტურად ყველა პირობა იმისთვის, რომ დედა მივიდეს, ბავშვი დატოვოს, ბავშვის გაართობის განვითარების სივრცეში, სპეციალური სივრცე არის ყველა სათემო ცენტრში მოწყობილი და ხშირად არის ხოლმე ინდივიდუალური მაგალითები, როდესაც სათემო ცენტრის თანამშრომლები არა მხოლოდ ბავშვს ართობენ, არამედ აძინებენ და მოკლედ ეხმარებიან მშობლებს, რომ გააგრძელონ ასე ვთქვათ პროფესიული განვითარება. ხო, პირველი რაც არის აღმოაჩინონ, სად არის მათთვის მდებარე ახლო ცენტრი და შემდეგ დაუკავშირდნენ ამ ცენტრის თანამშრომლებს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ხელშეუწყობენ, რომ მათ ისინი მაქსიმალურად ადაპტირდნენ იმ რეალობაში, რა რეალობიდანაც მოდიან და მათი შვილები მათთან ერთად იმყოფებოდნენ და ასე ერთად გააგრძელონ ზრდა განვითარება. ჩვენი ცენტრის იდეა არის ის, რომ ვეხმარებით მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, შესაბამისად ჩვენს ცენტრში ცოდნის მიღება არის აბსოლუტურად უფასო ყველა ადამიანისთვის, ვისაც ამის სურვილი აქვს. თავარი არის მხოლოდ мотиваცია, დანარჩენზე ზრუნავს DVV International და ადგილობრივი ცენტრები, რომ ამ ადამიანმა პროფესიონალებისგან ისწავლონ ის სფერო, რომელიც მათ ინტერესის საგანია და მათ აინტერესებთ. ხო, ეს შეიძლება იყოს, არ ვიცი, ხეზეჭრა, თმის შეჭრა, თექაზე მუშაობა, ენების შესწავლა, ტურიზმი, ბუღალტერია და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველა ცენტრში ეს სფეროები არის განსხვავებული და მრავალფეროვანი საკმაოდ. ახალი პროექტი რადიოს ზალა, სწორედ გონია რომ დაგვეხმარება ამაში, რომ მივწვდეთ იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ გაუგიათ DVV International-ის შესახებ და ამ პროექტის მთელი იდეა არის ის, რომ დასრულთა განათლება გავხადოთ ხელმისაწვდომი უფრო მეტი ადამიანისთვის და გავიგონოთ იმათი ხმა, ვის გაგონებაც ყველაზე მეტად გვჭირდება. მათ შორის იმ დედების, რომლებსაც როგორც თქვენ აღნიშნეთ, აქვთ პრობლემა, რომ უწევთ არჩევანის გაკეთება შვილის აღზრდასა და რაღაცა პროფესიულ განვითარებას შორის. ხო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ახალი პროექტი, რომელიც არის რადიოს ზალა, ამაში დაგვეხმარება, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენ შესახებ. წარმატებული პრაქტიკების მოძიებისას აღმოვაჩინეთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროგრამა ქალთა ოთახი ერთ-ერთი გამორჩეულია. გამოცდილებას თამარ ჩიქავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელი გვიზიარებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას უკვე წლები აქვს გამოცდილება ამ მიმართულებით მუშაობის კუთხით, რადგან ჩვენ უშუალოდ ვართ ჩართული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებში, ვნერგავთ სხვადასხვა ინოვაციურ სერვისებს, სულ ვცდილობთ, რომ შევთავაზოთ მაქსიმალურად ჩვენს მოქალაქეებს მათ საჭიროებაზე მორგებული სერვისები და პროგრამები. ერთ-ერთი საჭიროება ზუსტად ამოვიდა ის, რომ ქალებს სჭირდებოდათ არაფორმალური სივრცე, სადაც შეძლებდნენ მოსვლას, თავიანთი საჭიროებების კიდევ უფრო მეტად დაფიქსირებას და შემდეგ ერთად გადაგვეწყვიტე და გვეზრუნა თუ რა მიმართულებით შეგვეძლო, რომ თქვათ ან რეფერირება გაგვეწია, ან დასაქმების კუთხით მხარდაჭერა გაგვეწია. ასევე დავამატეთ წელს ძალიან საინტერესო მიმართულება ციფრული უნარების მხარდაჭერის მიმართულება, სადაც თვეში ორჯერ ტარდება საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები უშუალოდ აი ციფრულ უნარებზე, მაგალითად როგორ გამოიყენენ Google-ის სხვადასხვა პლატფორმები, ელექტრონული პოსტიდან დაწყებული, ხელოვნური ინტელექტით დამთავრებული, გავივლით სხვადასხვა სესიებს, უკვე პირველი შეხვედრა ჩავატარეთ გასულ თვეს, ამ თვეს უკვე ველოდებით ისე მობილიზებას ჩვენი დამსწრეების და უკვე ვიწყებთ აქტიურად აი ამ დამატებით სერვისზე. მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ ვინ რა კატეგორიის ადამიანები, ქალბატონები იკრიბებიან და რა ძირითადი მისია აქვს თქვენს ამ პროექტს? ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს, თუმცა ჩვენი პროფილი არის მაინც ქალების გაძლიერება, გოგოების გაძლიერება, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების მიმართულებები. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და მიიღოს კონსულტაცია ყოველდღიურ რეჟიმში. დაახლოებით ყოველთვიურად 40-დან 50-მდე არის ვიზიტორი, ჩვენ ვაწარმოებთ ყოველთვის სტატისტიკას და ამ ვიზიტორებს შორის ასევე ჩაშლილი გვაქვს, მაგალითად, რომელს გაეწია რეფერირება, რომელს კონკრეტული გადამისამართება, თუნდაც მუნიციპალური პროგრამების შესახებ არის ძალიან ხშირად ინტერესი, რომ არიციან, მაგალითად, რაღაც საჭიროება აქვს ჯანდაცვის მიმართულებით და ან თუნდაც სოციალური მიმართულებით და არიციან, რა პროგრამა შეიძლება მოერგოთ მათ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხდება გადამისამართება, პირდაპირ გადამისამართება შესაბამის სამსახურებთან და შესაბამისი რეაგირება
მიეცემა შემდეგ. უშუალოდ აქ ადგილზე აქტივობებით ძალიან ხშირად ხორციელდება გასულ თვეს ჩავატარეთ მშობლების გაძლიერების მიმართულებით საკმაოდ საინტერესო შეხვედრა და ასევე გვაქვს მერიაში ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის განყოფილება, სადაც ყოველი თვის ბოლო პარასკევს ტარდება მშობელთა საათი. იციან თუ არა ქალბატონებმა თქვენი პროექტის შესახებ და რამდენად კმაყოფილი ხართ მომართვიანობის მაჩვენებლით? დიახ, რაც მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტი ვართ და მოგეხსენებათ, რომ გარდა 5 ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქის ტერიტორიის, ასევე არის სოფლის ტერიტორიული ერთეულები, 48 არის ზუგდიდში და ყოველთვის ვცდილობთ, რომ გავიდეთ სოფლებში და ადგილზე ვეცადოთ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია. ჩვენ ზუსტად ამისათვის შევქმნით საინფორმაციო კონსულტანტები თითოეული სოფლიდან 48 არ გვყავს, მაგრამ 33 მოხალისე ხალი გვყავს, რომელიც გარკვეული პერიოდულობით მოდის ჩვენთან ქალთა ოთახში, უტარებთ საინფორმაციო შეხვედრებს, როგორც მუნიციპალურ პროგრამებზე, ასევე სხვადასხვა სერვისებზე და ისინი არიან ერთგვარი ხმა თავიანთი თემის, თავიანთი სოფლის, როგორც მიაქვთ ჩვენგან ეს ინფორმაციები, ასევე მოაქვთ ჩვენამდე საჭიროებები და მინდა აღვნიშნო, რომ ესეთი ქალთა გაერთიანება შეიქმნა ზუსტად აი ესეთი შეხვედრების შედეგად და ჩვენი მოხალისე ქალბატონების ინიციატივის შედეგად ჩქინი, რომელმაც გააერთიანა მეწარმე ქალთა ესეთი ინტერესები და აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა გამოფენა გაყიდვებში, როგორც მუნიციპალიტეტში გინდ, ასევე ფარგლებს გარეთ საკმაოდ აქტიური ქალბატონები არიან. ძალიან საინტერესო, აი მაინტერესებს თქვენი გამოცდილება, აი ამ გამოცდილების როგორც მითხრას ძალიან წარმატებული გამოცდილება გაქვთ, ამის შედეგად ამის საფუძველზე სხვა მუნიციპალიტეტებში როგორი სიტუაცია თუ გაიზიარეს, ან იზიარებენ თუ არა თქვენს გამოცდილებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები? დიახ, ქალთა ოთახი ზოგადად არ არის ჩვენი ექსკლუზიური პროექტი, ანუ ეს ზოგადად არის ესეთი სერვისი დანერგილი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, თავდაპირველად 32 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა, როდესაც ჩვენ დავნერგეთ 2022 წელს, ესე იყო სტატისტიკა. შემდეგ უკვე რამოდენიმე მუნიციპალიტეტი გამოეთიშა, ახლა ჩვენ შემთხვევაში ჩვენ მხარი დაგვიჭირა Mercy Corps-მა, საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელმაც სრულად აღჭურვა ეს ოთახი და მუნიციპალიტეტმა გამოყო ფართი და რა თქმა უნდა ეს ადმინისტრაციული ხარჯები ყველაფერი. გამოცდილების გაზიარების კუთხით აი ექსკლუზივს შეეხება რა იყო მუნიციპალიტეტის ესეთი განმასხვავებელი ნიშა, ეს არის დასაქმების ხელშეწყობა. დასაქმების ხელშეწყობა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ისევ და ისევ საჭიროებებიდან გამომდინარე და ხშირი მომართვიანობიდან გამომდინარე. თუმცა მაშინ არ იყო ისე აქტიურად ჩართული სახელმწიფო სააგენტო, დასაქმების სააგენტო. ეხლა უკვე აგერ ქალთა ოთახის მეზობლად არის განთავსებული მათი ოფისი, სადაც ვახორციელებთ პირდაპირ რეფერირებას მათთან, იმიტომ რომ მათ აქვთ უფრო ფართო ბაზა, ეს მათი უშუალო ფუნქცია მოვალეობა და მაქსიმალურად ხდება მოკლედ გადამისამართება თუ კი ვინმეს სჭირდება მუნიციპალიტეტში დასაქმება. ჩვენი რესპონდენტების ნაწილი აცხადებს, რომ იმის გამო რომ მცირეწლოვანი შვილები ყავს, ვერ ახერხებს დასაქმებას, იმის გამო რომ ფეხმძიმეთ არის ის მისაღები კადრი არ არის და გასაუბრებაზე ავტომატურად დელიკატური უარი აქვთ ხოლმე. აი ასეთი ტიპის ქალბატონები თუ მოგმართავენ და თუ გაქვთ მაჩვენებელი მათი დასაქმების. აი ესეთი შედარებით მოწყვლადი კატეგორიის. დიახ, რა თქმა უნდა, საკმაოდ ხშირი არის ესეთი შემთხვევები, თუმცა დავიწყოთ ჩვენი ოფისიდანაც აქ ქალთა ოთახის სივრცეში გვაქვს ბავშვთა სივრცე, მაგალითად ხშირია შემთხვევები, როდესაც ტრენინგებსაც კი ვერ ეწრებიან საინფორმაციო შეხვედრებს, ასე დროს ყოველთვის ვთავაზობთ ჩვენს საბავშვო კუთხეს, სადაც შეუძლია მოვიდეს, მიიღოს კონსულტაცია და პარალელურად ბავშვიც გაერთოს და რა თქმა უნდა დასაქმების კუთხით ეს საკმაოდ პრობლემური საკითხია, თუმცა სამწუხაროდ ეს უკვე დამსაქმებელთა მხრიდანაც უნდა იყოს ხელშეწყობილი და ვაკანსიებს როდესაც ვათვალიერებთ ხოლმე, ყოველთვის ისეთი სამუშაო განაკვეთია, რომელიც არ ერგება უშუალოდ ქალების და დედების აი მცირეწლოვანი ბავშვების დედების განსაკუთრებით. ამ მიმართულებით თუ მიმდინარეობს მაგალითად ბიზნეს სეგმენტთან მუშაობა, ცნობიერების ამაღლების კუთხით თქვენი მხრიდან?
ამ კუთხით ჩვენ საკმაოდ თანამშრომლობთ, საკმაოდ კარგად თანამშრომლობთ კერძო სექტორთან. გვაქვს ხოლმე საინფორმაციო შეხვედრები და ასევე რაც მინდა ვახსენო, აი აწარმოე საქართველოს წარმომადგენლებს ვიწვევთ ყოველ წელს, ან როდესაც მათ აქვთ უკვე ახალი რაღაცა პროგრამა, სადაც ვცდილობთ რომ ეს ბიზნეს სექტორიც შემოვიერთოთ და მათთანაც გქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა. თუმცა რა თქმა უნდა, აი დასაქმების კუთხით ხშირად ყოფილა გათვალისწინებული აი უშუალოდ აი ამ დედების საჭიროებები, თან მით უმეტეს როცა ქალთა ოთახიდან ხდება ადვოკატირება, კიდევ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ამ ყველაფერს. საინტერესოა საკ მოგაკითხოთ ქალბატონებმა, რომლებიც დაინტერესდებიან ამ გადაცემის მოსმენის შესახებ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახი მდებარეობს რუსთაველის 86 ნომერში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შენობის მოპირდაპირე მხარეს. ჩვენი Facebook გვერდით შეუძლია დაინტერესებულ პირებს გამოიწეროს, გაეცნოს სიახლეებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახი. თქვენი გამოცდილება ის რომ დაუბრუნდეთ სხვა მუნიციპალიტეტებთან, აი სენაკთან მიმართებაში თუ გაქვთ რაიმე ტიპის თანამშრომლობა. პირველ რიგში ვულოცავ სენაკელებს, რადგან რამოდენიმე თვეა სენაკშიც გაიხსნა ქალთა ოთახი. მისი მენეჯერი გახლავთ გურანდა მირგატია, საკმაოდ ისეთი აქტიური ქალბატონი, რომელიც მეწარმეობის მხრიდანაც აქტიური არის, თავის საქმიანობაში საკმაოდ წარმატებული არის და წარმატების უსურვებ პირველ რიგში და ჩვენ მქონდა უკვე მოვასწარით საერთო კოლაბორაცია, ესე რომ ვთქვათ, სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში ჩვენ სენაკის ტექნოპარკში გავმართეთ 2 ტრენინგ შეხვედრა, სადაც მეწარმე ქალებს ჩაუტარეთ უშუალოდ ეს შეხვედრა. მათ გავაცანით აი რაც ვახსენე, რაც ჩვენი ზუგდიდის ქალთა ოთახის მიმართულება არის, რომ აი ეს ელექტრონული პოსტიდან დაწყებული ხელოვნური ინტელექტით დამთავრებული ესეთი საინტერესო საკითხები განვიხილეთ და წარმატებები კიდევ ერთხელ სენაკის ქალთა ოთახს. მე თქვენთან ვხედავ ბიბლიოთეკას, საკმაოდ მრავალფეროვანი ლიტერატურა არის წარმოდგენილი და წიგნადი ფონდი. მაინტერესებს აი ამ ბიბლიოთეკით თუ სარგებლობენ ქალბატონები და რა სახის ლიტერატურაა ძირითადად წარმოდგენილი? დიახ, ლიტერატურა, აი ეს ყველაფერი გადმოგვცა Mercy Corps-მა და მათ მადლობა კიდევ ერთხელ ამ შესაძლებლობისთვის და გვაქვს როგორც მეწარმეობის მიმართულებით, ასევე სამოტივაციო მიმართულებით, გვაქვს წიგნები ბავშვებისთვის ასევე 3 წლიდან ზევით უკვე როგორც რაღაც ჩანახატებით, ასევე უკვე რაღაც ლიტერატურული ნაწარმოებებიც არის. აი კომპიუტერული ტექნიკაც გაქვთ წარმოდგენილი და კომპიუტერით და ინტერნეტით სარგებლობაც შესაძლებელია. რა თქმა უნდა, სულად შესაძლებელია. ჩვენი ოთახი, რაც მნიშვნელოვანი არის, კიდევ ერთ-ერთი კომპონენტი, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ მსურველს დაუთმოთ ეს სივრცე, რომელიც ამ მიმართულებით ქალთა გაძლიერების საკითხებზე მუშაობს და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სივრცის გამოყოფა, ასევე შეიძლება რომ დაინტერესებულ მოქალაქეების ესე იგი მოწვევაშიც მივიღოთ მონაწილეობა და ხელი შეუწყოთ. კი ბატონო, ეს სივრცე არის სრულად განკუთვნილი ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის და ჩვენ ნებისმიერ ორგანიზაცია თუ უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობთ. და რაც მთავარია, თვითონ ქალები რამდენად არიან დაინტერესებული თქვენთან თანამშრომლობით, რამდენად იყენებენ ან მართლაც ბრწყინვალე შესაძლებლობას და რამდენად ასე ვთქვათ ხვდებიან ან იაზრებენ იმას, რომ ეს არის მათთვის ერთგვარი ტრამპლინი. ეხლა რაც ვახსენე, მაგალითად ჩქინი, ეს არის საუკეთესო მაგალითი, მაგალითად როგორ შეიძლება მსგავსმა სივრცემ ჩამოაყალიბოს კიდე ახალი მიმართულება, ეს მეწარმე ქალთა რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს არის მათი დამსახურება, რომ თვითონ ესე აქტიურად მოინდომეს ენთუზიაზმზე, რა თქმა უნდა თავდაპირველად ყველაფერი, შემდეგ უკვე თვითონ ცდილობენ რომ გაძლიერდნენ. ზუსტად წინა კვირას მომწერა ჩქინის დამფუძნებელმა, რომ შეიძლება თუ არა ვისარგებლოთ თქვენი სივრცით და ველოდები მის ესე იგი წერილს როდის უნდა რომ ჩავნიშნოთ შეხვედრა და თვითონ სურს რომ თან მუშაობენ საგრანტო კომპონენტებზე, საგრანტო ამ კონკურსებში უნდათ რომ მონაწილეობა მიიღონ და მათ ამ ხრივაც სჭირდებათ ხოლმე მცირე კონსულტაციები, ჩვენ რა თქმა უნდა ხა სიღრმისეულად ისე ვერ ვერევით უშუალოდ ამ საკითხში, მაგრამ რაღაცა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყოველთვის ვცდილობთ რომ მხარი დაუჭიროთ არა მხოლოდ ამ ტექნიკური მხრივ, ასევე რაღაცა დამატებითი რესურსები. თუ გაქვთ ინფორმაცია კონკრეტულად დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ?
აი რამდენად არის მაჩვენებელი საიმედო, კეთილსაიმედო? გვაქვს სხვადასხვა სტატისტიკა, მაგალითად 2022 წელს 32 ქალი დაფინანსდა, დასაქმდა უკაცრავად, ასევე გასულ 2023 წელს 50-მდე ქალი არის დასაქმებული და სხვათა შორის აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აი ამ დასაქმების კუთხით ტარდებოდა ასევე კონსულტაციები CV-ს რეზიუმის შედგენის მიმართულებით, გვქონდა ესეთი მენტორინგის პროგრამა, სადაც ქალებს ადგილზე აქვე შეეძლოთ, რომ მაგალითად ეპოვათ მათთვის საინტერესო ესე იგი სამსახური ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, ასევე ხშირად ხდება ხოლმე, რომ არიციან არის თუ არა ის კონკრეტული ვაკანსია მათთვის შესაფერისი და აი ამ კუთხითაც მიმდინარეობდა კონსულტაციები, მათი უნარების იდენტიფიცირება ხდებოდა, CV-ს რეზიუმის შედგენა როგორც ვახსენებ, ასევე გასაუბრების ტექნიკებზე ძალიან ხშირად გვქონდა შეხვედრები და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით კვლავ პერიოდულად გრძელდება მუშაობა, თუმცა რაღაცა უკვე იმდენად დაემატა და მრავალფუნქციური გახდა ქალთა ოთახი, სხვადასხვა მიმართულებითაც საკმაოდ აქტიურად მუშაობ. შესაძლოა საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ თვლის, რომ ქალი სუსტია. თუმცა ალბათ ეჭვიარება, რომ დედაა ძლიერი. თუნდაც ამიტომ, ქალებო, ნუ შეწყვეტ განვითარებას. დამსაქმებელო, გაიხსენე, რომ შენ ძლიერი ქალი გზრდიდა. მაია ღუბელაძე, სპეციალურად სენაკის რადიოსთვის. სენაკის რადიო